თუ თქვენ ახლა იმყოფებით დაპაუზებულ ურთიერთობაში, თუ თქვენ ახლა ელოდებით, მოგწერთ თუ არა, იმოქმედებს თუ არა, მოდით ახლა გავაკეთოთ საჯარო გაშლა და ვკითხოთ ტაროს, იმოქმედებს თუ არა, გადმოდგამს თუ არა ნაბიჯს. ჩემო ლამაზებო, სანამ დავიწყებდე გაშლას, მინდა გთხოვოთ, რომ გამიწეროთ ჩემი გულები, მოიწონოთ, დატოვოთ კომენტარი, ეს აუცილებელია, რადგან მოხდეს ენერგიის მიმოცვლა, ენერგიული ბალანსი, ჩემი გვერდი გაიზარდოს და მეტმა ადამიანს შესძლოს ჩემი გაშლების ნახვა. რისთვისაც ძალიან დიდ მადლობას გიხდით ყოველთვის. მოდით ახლა ვნახოთ თქვენი ენერგიები, რა ენერგიებში იმყოფებით ახლა თქვენ, თუ რეზონირდა დარჩით არხზე, გააგრძელეთ ყურება, ესე იგი ეს გაშლა არის თქვენი. ვნახოთ თქვენი ენერგიები ახლა. და მოდი ახლა ვიკითხოთ მისი ენერგიები, თუ ის რა ენერგიებში იმყოფება ახლა. და ვნახოთ იმოქმედებს თუ არა. ჩემო ლამაზებო, მინდა გითხრათ, რომ თქვენ ახლა ხართ არჩევანის პროცესში, გაუგებრობაში, ვერ წვეტავთ რა გზა აერჩიოთ, რა გზას დაადგეთ. შეიძლება იცით რა არის, თქვენ გრძნობებსაც მარავთ, რომ არ დააზიანოთ საკუთარი თავი, არ იძახით თქვენს გრძნობებს აშკარად, რადგან ამით იცავთ საკუთარ თავს. გაქვთ ძალიან შფოთვები, ფიქრები და ეს მდგომარეობა ძალიან განადგურებთ და გაწუხებთ, რადგან სურთ საუბარი და სიმართლის გარკვევა, მაგრამ თქვენ არ გაქვთ ამის რესურსი, ამის ეტაპი, რის გამოც ძალიან შეწუხებული ხართ და გაქვთ ემოციური შფოთვები. თუ თქვენ ახლა ამ ენერგიებში იმყოფებით, თქვენია გაშლა, დარჩით, გააგრძელეთ და უხურეთ მისი ენერგიები, მინდა გითხრათ, რომ მისი ენერგიები არის მერყევი, ასევე დადის ერთ წრეზე, არ იცის რა გააკეთოს, მაგრამ თქვენში ხედავს ქალს, რომელმაც იცის მიწაზე მყარად დგომა და რომელიც ურთიერთობაში, რომელსაც ურთიერთობაში სურს სტაბილურობა. ეს ამას ხედავს თქვენში, მაგრამ ის რაღაც ბალანსის დაცვის პროცესში არის ამ ურთიერთობაში, იცავს ბალანსს და უნდა რომ სამართლიანად მოიქცეს. მაგრამ ამის გამო ჯერჯერობით არაფერს არ აკეთებს და დადის ერთ წრეზე. მოდით ვნახოთ ნაშახლა, იმოქმედებს თუ არა, გადმოდგას თუ არა ნაბიჯს. ჩემო ძვირფასებო, ჩემო ლამაზებო, მე მინდა გითხრათ, რომ ის აუცილებლად გადმოდგას თქვენსკენ ნაბიჯს, აუცილებლად გამოვა კონტაქტზე და ის მას სურს თქვენთან ემოციური ჰარმონია, ემოციური ბალანსი,
ბედნიერება, წარმატება ის თქვენზე ფიქრობს სერიოზულად, მაგრამ იმ წუთში არის არჩევანის პროცესში, ბალანსი იცავს რაღაც მდგომარეობაში და უნდა რომ სამართლიანი იყოს ამ ურთიერთობაში და მიიღოს სამართლიანი გადაწყვეტილება. ემოციებზე მეტად ის მოქმედებს ცივი გონებით, სტრატეგიულად და მტკიცედ. კი, ნამდვილად. მდგომარეობის დასასრული თქვენ გაარკვევთ ერთმანეთში, დაილაპარაკებთ, გაარკვევთ ყველაფერს და მოხდება ურთიერთობის აღდგენა, მას ინატრება თქვენთან გატარებული ყოველი წუთი. ყოველი წუთი თქვენ ხედავთ ქალს, რომელსაც შეეძლია დიდი სიყვარული და დიდი ემოციების გაცემა. კი, ის აუცილებლად მის ცხოვრებაში რაღაც გამოღვიძება, ცვლილება ხდება და ის აუცილებლად გამოვა კონტაქტზე, რისთვისაც უკვე მზად არის. ასე რომ, ჩემო კარგებო, იყავით მშვიდად, ინერვიულებთ და იქნებით ამ მდგომარეობაში, ის აუცილებლად მოგწერთ და გამოვა კონტაქტზე. გისურვებთ ბედნიერებას, წარმატებულ ბედნიერ ურთიერთობას ყველას. მომავალ შეხვედრამდე.